ზოგადად არ არის მარტო ჯარისთვის, ზოგადად ვისაც სტრესი ადამიანებისთვის ხო შეიძლება იყოს ავარიის შემდეგ მდგომარეობა, რომელიც არიჩენს თავს იმ მომენტში, ან ცოტა ხნის შემდეგ იწყებს ესე თავის გამოჩენას, ან ნებისმიერი სხვა სტრესული მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ შეიძლება აღმოაჩნდეს რაღაც თვისებები და სიმპტომები ამ მდგომარეობას. ესე დავარქვათ, მოდით მდგომარეობა რაღაცის ტრავმის შემდეგ. ამ შემთხვევაში ჩვენ ვისაუბრებთ ჯარზე, რა გვაქვს ნანახი, როგორ მაქვს მე აღქმული ეს ყველაფერი და აი დაკავშირებებს გავაკეთებ მოკლედ. ესე იგი პირველად მე ამ თემას შევეხე, რა თქმა უნდა, ეხა გაგებით მქონდა და მე რაღაც ესე ვთქვათ წაკითხული თუ რას ნიშნავდა და მოსმენილი. თუმცა აი უფრო სიღრმეებში შევედით უკვე მთავარი სერვისის აკადემიაში, ამერიკაში იყო კონკრეტულად რამდენიმე საათი იყო დათმობილი ამ თემას და თავისი მაგალითები თუ რა მოყვება ამ PTSD-ს და როგორ პირველი ეტაპი აღმოჩენის ან მობილიზების როგორ შეიძლება დაუშვათ თავს გაუფრთხილდეთ ან როგორ შეიძლება გავიაროთ ეს პროცესი რა საფეხურები არის დაუშვათ ხო არის რა საომარ სიტუაციაში შეიძლება ისეთი რამ გადაგხდეს თავს ნახო და ისეთი სტრესი და ტრავმა მიიღო რომ იმ მომენტში რაღაც საფეხურები შეგიძლია შენ საფეხურებით და რაღაც პროცედურებით შეხვდე ამ ყველაფერს ასევე შენზე ასევე შენს ხელმძღვანელობაზე და ნებისმიერ ჯარისკაცმა უნდა იცოდეს ამის აღმოჩენა. მაგალითად შეიძლება შენ ვერ აღმოაჩინო რაღაც ოპერაციის შემდეგ შენში ცვლილებები, მაგრამ აღმოაჩინო შენმა თანამებრძოლმა. ვერ აღმოაჩინოს ვერც თანამებრძოლმა და ვერც ქვედანაყოფმა მისიაში ყოფნის დროს ან ოპერაციაზე ყოფნის დროს, მაგრამ აღმოაჩინოს შენმა მეგობარმა ან ოჯახის წევრმა, შვილმა უკვე სამოქალაქო სახლში როცა დაბრუნდები, როცა შეებულება გაქვს, როცა ჩვეულებრივად ცხოვრების რითმი არის სამოქალაქო და მან შეიძლება თავი იჩინოს ამ ყველაფერს. ამიტომ რომ ბევრი რაღაც შეგვიძლია ჩვენ დავაკავშიროთ ამ ყველაფერს. მაგრამ ეხლა პროცედურულად მივყვეთ რომ მე როგორც პროფესიონალური შეხება ამ საკითხთან მქონდა უკვე მთავარი სერვისის კურსზე, სადაც განვიხილეთ თავიდან ბოლომდე ამერიკაში რა შედეგები მოყვა სხვადასხვა პერიოდის საბრძოლო მოქმედებებს ვიეტნამიდან დაწყებული ზოგადად მე მგონი 1966 წელს ბრიტანეთში დაიწყო ამასთან დაკავშირებით პირველი აღმოჩენები და დამუშავება ამ თემის, მაგრამ მე უკვე ვიეტნამის ომის შემდეგ და ასე შემდეგ ამერიკაზე რო ვისაუბროთ. და შემდეგ ჩაიდო კურსში, რა თქმა უნდა, რომ ყველანი მომზადებულები ყოფილიყავით და ზოგადად ცნობადობა ამ საკითხის მიმართ უფრო მეტი ყოფილიყო. ხო, იდეაში ამაზე ლაპარაკის დაწყებაც კი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცას ერიდებოდეს, ერცხვენოდეს, არ უნდოდეს ამისი თავის გამოჩენა. ვერ გააკეთოს იდენტიფიცირება. და ამიტომ მნიშვნელოვანია ამის ლაპარაკი და მნიშვნელოვანი რომ ეს მათ შორის ამ თავარი სერჟანტის კურსში იდო, რაც იმას ნიშნავს, რომ სერჟანტებს უნდა კონდეთ მათ შორის უნარი ეს დააფიქსიროთ, ხო? კი და არა მარტო სერჟანტის ნებისმიერ როგორც ვახსენეს ჯარისკაცები მე ამ შემთხვევაში როდესაც კურსზე ვიყავით ჩემს მეუღლეს გაატარეს სპეციალური კურსი სადაც მას შეეძლო უკვე იდენტიფიცირება გაეკეთებინა ანუ ოჯახის წევრებსაც ასწავლიან ანუ სამოქალაქო პირებს კი ანუ შენთან ერთად ვინც იზიარებს შენს კარიერას ესე რომ ვთქვა და სამსახურს შენ ცხოვრებას ამ შემთხვევაში თუ შვილის იმას აქში არის რომ მას შეიძლება ჩამოუყალიბდეს ცნობიერება, მას აუცილებლად ასწავლიან რაღაც საფეხურებს იდენტიფიცირების. რაც რა თქმა უნდა გეხმარება შენს და საერთო ყურადღებას იწვევს და ასე ვთქვათ ცნობადობას. ესე იგი, ხო, რაც ამერიკაში ყველა თავის ომს რაღაც პროცენტულობით იზრდებოდა დროთა განმავლობაში და იზრდებოდა რა თქმა უნდა ამაზე მუშაობას და ამაზე წინააღმდეგობას და იქნებოდა სპეციალური პროგრამები, სპეციალური ცენტრები რეაბილიტაციის ფსიქოლოგების მიდგომები იწვევდა და დროთა განმავლობაში ეს ჩამოყალიბდა როგორც აი რომ ავიღოთ რაღაც სამსახური რომელიც პირდაპირ ემსახურება ამ ომიდან დაბრუნებულ სამხედრო მოსახურეებს